მესამე ნიღაბი წარმოგიდგენთ. მოვედით შეჩება. გამარჯობა. ვიწყებთ ცხელი ძაღლის პირველი სეზონის მეხუთე სერიის ფსიქოლოგიურ და როგორც წინა სერიებიდან გამომდინარე მიხვდებოდით, არა მარტო ფსიქოლოგიურ ანალიზს. თუ წინა სერიები ნანახი არ გაქვთ, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდა წინა 4 სერიის კრებული და შეგიძლიათ ყურება პირველი სერიიდან დაიწყოთ. ჩვენ კი შევუდგეთ საქმეს. აი ეს კაცი რას ჩალიჩობს, წარმოდგენა არ მაქვს. ზვიადა, რუსლანა და მამუკა $625,000 ძალიან ჩქარა მიდიან აეროპორტში. ღონღაძე პასტაიანად არავისზე არ მუშაობს, ამიტომ დიდად ანგარიშვალდებულად არ თვლის თავს დროებით იმ გზავრის სურვილების მიმართ. და ვაფშე მორჩი ბაზარს და ქუჩას უყურე, რატო? მამუკა ფრუიძეს არ სიამოვნებს სიჩქარე. არ სიამოვნებს. სამაგიეროდ ღონღაძეს სიამოვნებს. სიამოვნებს. მე არ სიამოვნებს. კადრში ჩნდება ქათამაძე. წინა სერიის ანალიზისას მის ინტელექტს დიდი დრო დაუთმეთ და მთელი სერიალიდან მოვიყვანეთ მაგალითები, როცა ქათამაძე რბილად რომ თქვათ სულელურად, მიუხვედრელად ან გაუნათლებლად გვევლინებოდა. ქათამაძის აქ გამოჩენაც მისის შორს ვერ მჭვრეტელობის კიდევ ერთი დასტურია, თუმცა მოდით მოვლენებს ნუ გავასწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ სერიას. მამუკა ისევ თავის ესაწובה. გითხარი ნელა იარეთში. ვითომ სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერეს და აი, ხომ გითხარით მართალი ვიყავიო. მერე ღონღაძე გადმაიღეს მანქანიდანა, გადმაათრიეს. ან კიდევ ისაც უკეთ გამოსდის პირდაპირ იმას ვთქმევინოთ. მოვდივარ დუშეთიდანა. საქონელი მამაკ რა კაცო. ხო და ნახოს და გადამიდგნენ ორნი წინა. ერთი ესა, ერთი კიდე სხვა. კაცო ვიფიქრე. რა უნდა დამსირი? მეთქი და გავაჩერე. აი ეს ჩათალახი მოვიდა, მანქანის კარი გამააღო. რივოლვერის ტარი აიღო და თავში მგლიჯა. ფილო რა გინდა კაცო, მიცნობ, გიცნობ. არა. გადმამიღეს კაცო მანქანიდან. გადმომათრიეს შემდგნენ ფეხითა. გაიარეს და გამაიარეს. გაიარეს და გამაიარეს. ოი შენი. მამუკაც სასოწარკვეთილი რაღაცას ბოდავს. ეს ჩემი გული არ არის მოკლა. ჩემი გული არ არის მოკლა. რას ელოდა, რომ ეს იარაღიანი ხალხი გაიგებდა, რომ ეს მამუკას ფული არ არის და მოკლავენ და უკან დაიხევდა? ბოდიში ბატონო მამუკა, ლოჟნი ნაკოლი მოგცეს, რახან თქვენი ფული არ არის და თანაც კაცური სიტყვა მომეცით, რომ ზემატყება და ძალადობა აღარ იქნება. მე წავალ თორე. კარგად არა ვარ. აი ამის გაგება უნდა ალბათ მამუკას, მაგრამ აი, შა. მომდევნო სცენაში ლექსო ნიშანდობლივ რამეს ამბობს. მოდით ჯერ მოусმინოთ და მერე გეტყვით ფსიქოლოგიასთან როგორ კავშირდება მისი ნათქვამი. ამათი დედავატრია. რამდენი ხანია მინიმუმ 3 უბნის მოსახლეობას ატერორებდა. ამათი შიშით ღამე კაცი ქუჩაში მარტო ვერ გადიოდა. და ამ დროს პოლიციას არც ერთი შეტყობინება არ მიუღია, სანამ უცხოელებზე არ გადავიდნენ. არა, წარმოგიდგენიათ, 8 კაცს თავი გაუტეხეს და არც ერთის ოჯახს თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ პოლიციაში დაერეგათ. არა, ასეთი რამე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. სოციალურ ფსიქოლოგიაში დანაშაულის მოწმეების დუმილი კარგად არის შესწავლილი. ამ ფენომენის აღნიშნული ინგლისური ტერმინი ქართულად ცოტა არ იყოს ცუდად ითარგმნება, თუმცა უხეშად შეგვიძლია დავარქვათ მოწმის, თვითმხილველის, გარეშე პირის, შემსწრე ადამიანის ეფექტი, როცა დანაშაულს ხედავს ყველა, მაგრამ პოლიციაში არ აცხადებს. რატო? მეორენაირად ამ ფენომენს ჯენოვეზეს ეფექტსაც უწოდებენ. ამ უმოქმედობის უკან დგას პასუხისმგებლობის გადანაწილება. როცა ადამიანი კრიზისულ სიტუაციას მარტო აწყდება, მან იცის, რომ სხვისთვის დახმარების პასუხისმგებლობა სრულად 100%-ით მას აწევს. თუ ის არ დარეკავს პოლიციაში, მაშინ ამას სხვა ვერავინ გააკეთებს. მაგრამ მაშინ, როცა დანაშაულს ბევრი მოწმე ყავს, თითოეული მათგანი ფიქრობს, რატომ მაინც და მაინც მე? ამდენი ვართ, ჩვენს შორის ვიღაც მაინც ხომ ამოიღებს ხმას. და ბოლოს არავინ ხმას არ იღებს. ამ დროს სრული პასუხისმგებლობა ნაწილდება თითოეულ ადამიანზე და რაც უფრო მეტია ადამიანების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება მაშინ, როცა დანაშაულს მთელი ჯგუფი შეესწრო, ადამიანებისთვის რთულია. რეალურ ცხოვრებაში ამ ფსიქოლოგიური ფენომენის გამოვლინების ყველაზე ცნობილი მაგალითია 1964 წლის 13 მარტს
ნიუ-იორკში, κουინსის რაიონში კიტი ჯენოვეზეს მკვლელობა. სწორედ ამ ტრაგედიამ აიძულა სოციალური ფსიქოლოგები შეესწავლოთ ბრბოს ქცევა და აღმოეჩინათ გარეშე პირის ეფექტი. საქმე ის არის, რომ მკვლელობაზე მეტად მსოფლიო შეაძრწუნა იმან, თუ როგორ მოიქცნენ, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, როგორ არ მოიქცნენ მეზობლები და მოწმეები, მაშინ როცა მკვლელობა ხდებოდა. სამსახურიდან დაბრუნებულ კიტი ჯენოვეზეს აედევნა უცნობი მამაკაცი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს კაცი სერიული მკვლელი იყო და მსხვერპლს შემთხვევითობის პრინციპით ირჩევდა. მკვლელი, ანუ უინსტონ მოზლი, კიტის დაეწია და დანით ზურგში დაჭრა. გოგონა ყვიროდა და შველას ითხოვდა. ერთ-ერთმა მეზობელმა ფანჯრიდან გადმოიხედა და თავდამსხმელს დაუყვირა, რომ გოგოსთვის თავი დაენებებინა. მოზლი შეშინდა და გაიქცა. კიტი კი, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, ნელ-ნელა თავისი საცხოვრებელი კორპუსის უკანა შესასვლელისკენ წასასვლელად წამოდგა. როცა მკვლელმა დაინახა, რომ გარეთ არავინ გამოსულა და მეზობელმაც ფანჯარა დაკეტა, თავდამსხმელი ისევ დაბრუნდა. რამდენიმე წუთში მიაგნო სისხლის კვალს, კიტი შენობის დერეფანში იპოვა, გააუპატიურა, გაძარცვა და სასიკვდილოდ დაჭრა. თავდასხმა ჯამში 40 წუთზე მეტხანს, 2 ეტაპად გრძელდებოდა. პოლიციაში კი მხოლოდ მაშინ დარეკეს, როცა მკვლელი უკვე გაქცეული იყო. მკვლელობიდან 2 კვირის შემდეგ ნიუ-იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ირწმუნებოდა, რომ მკვლელობას 38 მოწმე ჰყავდა, რომელიც 9 საათზე მეტხანს უყურებდა, როგორ კლავდა მანიაკი ახალგაზრდა ქალს, მაგრამ არც ერთ მათგანს პოლიციაშიც კი არ დაურეკავს. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაიწყეს სოციალურმა ფსიქოლოგებმა მოწმეების ქცევით დაინტერესება და მივიღეთ ის ფენომენი, რაზეც ახლა მოგიყევით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 10 წლეულების შემდეგ ეს საქმე ხელახლა გამოიძიეს და გაირკვა, რომ ნიუ-იორკ თაიმსის სტატია სინამდვილეში ძალიან გაზვიადებული იყო. რეალურად 38 მოწმე არ არსებობდა და თავდასხმას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეესწრო. თანაც ამ დროს ღამის 3 საათი იყო, ეზოში ბნელოდა. მეორე თავდასხმა კი დახურულ დერეფანში მოხდა, რომელიც ფანჯრებიდან არ ჩანდა. ხალხს არ ეგონა, რომ მკვლელობა ხდებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ბარიდან გამოსული მთვრალი წყვილი იყო, ადგილი ჰქონდა ოჯახურ ჩხუბს ან უბრალო ხუმრობას. სიცრუეა ისიც, თითქოს პოლიციაში არავინ დარეკა. გაირკვა, რომ თავდასხმის შემდეგ სულ მცირე ერთმა ადამიანმა დარეკა პოლიციაში, მაგრამ 1964 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არსებობდა 911 როგორც ერთიანი საგანგებო ნომერი და პოლიციაში დასარეკად უნდა გცოდნოდა შენი ადგილობრივი განყოფილების კონკრეტული ნომერი. ამ ნომერზე პოლიციამ არ მოახდინა სერიოზული რეაგირება და ჩათვალა, რომ ჩვეულებრივი ოჯახური სკანდალი იყო. ასე თუ ისე, სოციალურმა ფსიქოლოგებმა, ლატანემ და დარლიმ ჩაატარეს ლაბორატორიული ექსპერიმენტების სერია, სადაც აღმოაჩინეს, რომ პრობლემა იყო არა ადამიანების გულქვაობა, არამედ სიტუაციის ბუნება. მათმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, ვინც მარტო შეესწრნენ კრიზისულ სიტუაციას, მსხვერპლს დაეხმარნენ შემთხვევათა 85%-ში, მაგრამ მაშინ, როცა დანაშაულს სხვებიც უყურებდნენ, დახმარების ალბათობა 31%-მდე შემცირდა. ცხელძაღლშიც მინიმუმ 3 უბნის მოსახლეობა ტერორის ქვეშ იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა. ამის გარდა არსებობს შიშის ფაქტორიც. როცა ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობა დაბალია, თითოეული ადამიანი ფიქრობს, რომ ვინც ხმას ამოიღებს, თავად გახდება მკვლელების სამიზნე. უსაფრთხოების გარანტიას კი ვერავინ ვერ მოგცემს. ასეთ პირობებში პოლიციის უსუსურობას ცხელძაღლი ძალიან კარგად აჩვენებს და არაფერი, რასაც ცხელძაღლში ვხედავთ, არ არის გაზვიადებული და დრამატიზებული. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, რეალობაა. აქ ადამიანებს კლავენ, ემუქრებიან, ლახავენ მათ ღირსებას, აცვლევინებენ ჩვენებას და მოწმის დაცვის მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს. მოსახლეობა პოლიციას ძაღლება დაიყენს. ის განსხვავებას ვერ ხედავს დამნაშავეებსა და მათ წინააღმდეგ მებრძოლებს შორის, რადგან ღრმად სწამს, რომ პოლიცია იცავს არა ხალხს, არამედ იმას, ვისგანაც სარგებელს ელის. ზოგჯერ პოლიციამ სარგებელი დამნაშავეებისგანაც შეიძლება მიიღოს. თქვენ გაწყობთ რაც მეტი ძარცვა, ყაჩაღობა და მკვლელობა მოხდება, იმიტომ რომ წილში უზიხართ დამნაშავეებს და მე გარეთ უშვებთ. ასე ცხოვრობთ, ამით დიდდებით. და ჩემგან კი გმირობას ითხოვთ, არა? ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ ქვეყანაში უიმედობას უფევდეს და ყველა ერთმანეთს პოტენციურ მტრად აღიქონდეს, რომელსაც ვერასდროს ვერ ენდობა. მესამე სერიის ანალიზისას ვთქვი, რომ სიკეთე და ბოროტება არ არიან თანასწორები და სიკეთეს სჭირდება 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს იმისთვის, რომ ბოროტებას აღუდგეს წინ. ეგ შეგონება აქაც მოქმედებს. რაც უფრო სუსტი იქნება თითოეული ჩვენგანი, რაც უფრო დაუცველად ვიკრნოთ თავს, რაც უფრო დავწმუნდებით, რომ არაფერი არ შეგვიძლია და უსუსურები ვართ,
მით უფრო გაძლიერდება დამნაშავეთა დაუსჯელი თარეში და განუკითხაობა. ამიტომ ჩვენც რომ პასუხისმგებლობა ერთმანეთზე არ გადავანაწილოთ და თითის სხვისკენ არ გავიშვიროთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოება როგორც ერთი დიდი ჯგუფი ცალკეული ინდივიდებისგან შედგება და საზოგადოების სიძლიერეზე ყველანი ერთად ვაგებთ პასუხს ჩვენი პირადი ინდივიდუალური წილით. შეუძლებელია სუსტ და ლაჩარ ხალხს ძლიერი პოლიცია და მთავრობა ჰყავდეს, რადგან ერთიც და მეორეც ამ საზოგადოების წიაღიდან გამოდის. თუ ჩვენ დავიწყეთ ლოდინი როდის დაგვიცავს ვინმე, მაშინ მთელი ცხოვრების ლოდინში გატარება მოგვიწევს, რაც პრინციპში ასეც ხდება. საქართველოში თაობები იზრდება და კვდება ისე, რომ ვერ ჯუზნობს ქვეყანაში ცხოვრობს თუ ციხის საგანში. ამით ჩვენ ვექცევით ჩაკეტილ წრეში. მოკლევადიანი უსაფრთხოების მისაღწევად ჩუმად ვართ. შედეგად კი ვიღებთ გრძელვადიან საშიშროებას, რაც ჩვენს შიშს კიდევ უფრო აძლიერებს. დღეს ქართველები და არა მარტო ქართველები სამწუხაროდ ვაზროვნებთ ბრბოს დონეზე. ბრბოს კი ეროვნება არ აქვს. მას ყველგან შეხვდებით. ბიძინა და ლექსო პერაშკების საჭმელად შემოდიან სახლში. სვეტა ბიძინას ჩაის უსხამს. ბიძინა კი ლექსოს ფინჯანსაც გაამზადებს, რომ სვეტამ ჩაი იქაც დაასხას. მაგრამ ლექსო ხახამშრალი რჩება და იძულებული ხდება საკუთარ თავს თავად მოემსახუროს. სვეტას სულ ავიწყდება, რომ ლექსოც იქ არის და მაგიდიდან სურათების აღებაზე გადაერთვება. და საერთოდ ლექსოსა და სვეტას შორის რაღაც არასაჭირო ფარული აგრესიის ნიშნები შეიმჩნევა. ჯერ სვეტა ლექსოს არ უსხამს ჩაის. მერე ლექსოს ოდნავ გაღიზიანებული ტონით დასმული კითხვა. Это же он. Кто это он? მერე სვეტა ლექსოს ისე გამოგლილს სურათს ხელიდან, რომ ამას არც მთლად უხეში ეთქმის, მაგრამ ვერც არაუხეშს უწოდებთ. დეიდა ლიზას, რომელსაც გვეგონა რომ ჩაეძინა, თურმე მშვენივრად ესმის ყველაფერი და თავის აღმზრდელობით ფუნქციას სვეტას მიმართ, აქაც ავლენს სვეტასთვის ცუდი სიტყვების არ გამოყენებაზე მითითებით. Sveta! ეგრე სიტყვებია. დიდი ბოდიში დეიდა ლიზა, მე მეშინია. თუ გეშინია, შვილო. აბა მას ეგრეს კაცები რას მიკეთებენ? მაგა მამა ძალს მალე მიაბრძანებენ ვილის სავანოში. ეს რა აბა? ლექსო ვერ იჯერებს, რომ უშიშროება შეიძლება მებონიასნაირ ნაზირლებს მფარველობდეს. წარმოუდგენელია. ამჯერად. და კიდევ ერთხელ არ ვიცი უკვე მე რამდენად ამ 5 სერიაში ძალიან იდეალისტურ მიამით გულუფრთხილო და გამოუცდელ პოლიციელად გვევლინება. აქვს ჩამოყალიბებული წარმოდგენები იმაზე თუ რა როგორ უნდა ხდებოდეს და ჰგონია რომ ყველაფერი მარტო მის წარმოდგენაში კი არა, სინამდვილეშიც ასე მოწესრიგებულია. ყველა თავის საქმეს პირნათლად დასრულებს და შეუძლებელია დამნაშავე და დანაშაულთან მებრძოლი ერთმანეთთან იყვნენ შეკრულები. ეს იდეალისტური შეხედულებები და ადამიანების ეჭვქვეშ ვერ დაყენება ლექსოს ნელ-ნელა გაუქრება და ბოლოს იქამდეც კი მივალთ, რომ ლექსო მეორე უკიდურესობაში გადავარდება და დანაშაულს იქაც კი ხედავს, სადაც სავარაუდოდ დანაშაული არ არსებობს. მომდევნო სცენაში ვხედავთ ვანო გეჯაძეს, რომელიც მეორე სერიის მერე პირველად გამოჩნდა ეკრანზე. ღრმად ჩაფიქრებული, განმარტოებული, გარეგნულად მშვიდი, შინაგანად ბობოქარი გეჯაძე ცოტა ხანში ტანსაცმელივით ამობრუნდება და მის სამყაროს საპირისპირო თვისებები, დაუფიქრებელი იმპულსურობა, შფოთვა და აშკარა მრისხანება ჩაანაცვლებენ. მამუკა ფრუიძე შემოდის და ჰგონია რომ უფლება აქვს ვანოს ისე ელაპარაკოს, როგორც უნდა. მამუკა ცდილობს ბრჭყალებში მიაწვეს ვანოს, გამოიჩინოს სიმკაცრე და მიიღოს საყვედურის შემცველი ტონი, რათა გეჯაძეს უკან დაახევინოს და თავის წინაშე რამით ანგარიშვალდებულად აქციოს. თანაც მისი ასეთი ქცევა იმაზრსაც ატარებს, რომ როცა შეტევაზე გადადიხარ, დაცვაზე ზრუნვა ნაკლებად გჭირდება. ამიტომ მამუკა ფიქრობს, მართალია 625,000 მიმქონდა და ვანოს 40,000 ვუთხარი, მაგრამ თუ საკმარისად ძლიერად მივაწვევი ვანოს, ამაზე საუბარი შეიძლება არც კი ჩამოვარდეს და ტყუილი შემრჩეს. მამუკა ფრუიძის ქცევას ჰქვია მანიპულაციური თავდაცვა, რომლის მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება ყურადღების სხვა საკითხზე გადატანით. ასეთი ქცევის მოდელი ფსიქოლოგმა ჯენიფერ ფრეიდმა აღწერა და მას ვიცნობთ როგორც დარვო ტაქტიკას. ინგლისურად ის იშიფრება როგორც უარყოფა, შეტევა და მსხვერპლისა და დამნაშავის როლების შებრუნება. ერთი ადამიანი მეორეს რაღაც პატარაში გამოიჭერს, დაადანაშაულებს და მერე ცდილობს მეორე ადამიანს თავი ამართლებინოს. ამას პოლიტიკაშიც საკმაოდ ხშირად შეხვდებით, როცა პოლიტიკოსები კითხვაზე პასუხს ისე არიდებენ, რომ რაღაც საკითხში პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანონ და იძულებულები გახადონ ისინი, რამით თავი დაიცვან. შედეგად მაყურებელს ის კი არ ამახსოვრდება, რომ პოლიტიკოსმა კითხვას არ უპასუხა, არამედ ის, რომ ვიღაც სხვას
რაღაც ბრალი მიუწვის და ახლა ამ სხვამ უნდა დაამტკიცოს, რომ არაფერი დაუშავებია. მაგრამ ვანომ ითმინა და ბოლოს აფეთქდა. ეგ არის შენი სიტყვა. ეგ არის ხელს არავინ გახლებს. ეგ არის შენი კაცო. ახლა მარჩი. ძალიან უგაუტიე. რითიც ერთიანად დააკარგვინა მამუკას მთელი ის ძალაუფლება, რის მოპოვებასაც ცდილობდა. მამუკას გაიყვანენ და გეჯაძე ფილფანთან რეკავს. საინტერესო დეტალია, რომ ფილფანთან დასარეკად გეჯაძეს ღილაკებზე 6 ჯერ დაჭერა სჭირდება და მე-7 დაჭერისას უკვე ზარს უშვებს. ვანოს არ სჭირდება ფილფანის ნომრის ტელეფონის წიგნაკში ნახვა და ან ზეპირად ახსოვს ფილფანის ნომერი, ან კიდევ პირდაპირ ტელეფონში უწერია. ნებისმიერ შემთხვევაში ფილფანის ნომრის ასე სწრაფად აკრეფა იმაზე მეტყველებს, რომ ამ ორს შორის კონტაქტით სავარაუდოდ ხშირი იყო, თუმცა მათი მტრობის მიზეზებზე და მათ შორის წარსულში მომხდარ შესაძლო უთანხმოებებზე ბევრი არაფერი ვიცით. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ ფილფანსა და გეჯაძეს შორის დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ერთმაც და მეორემაც იცის, რომ თუ რამე ცუდი ხდება, ესე იგი ეს ცუდი მეორის მოწყობილია. ფილფანი თავიდანვე მიხვდა, რომ 5 კაცი გეჯაძემ მოკლა და გულში შურისძიება ჩაიდო. ახლა გეჯაძე ეგრევე მიხვდა, რომ ფრუიძის გზაზე უკაპიკოდ დატოვება ფილფანის ნამოქმედარია. ამავე დროს ერთსაც და მეორესაც უამრავი მტრები ჰყავთ, მაგრამ მაინც და მაინც ერთმანეთზე ფიქრობენ და არც კი განიხილავენ, რომ შეიძლება მათ წინააღმდეგ ვიღაც სხვა მოქმედდეს. გეჯაძე ფილფანს კატოკივით გადავლით ემუქრება და ძალიან საინტერესო იქნებოდა აქვე გვენახა ფილფანის რეაქციაც. თუმცა უნდა აღინიშნოს მსგავსებაც გეჯაძესა და ფილფანს შორის. ორივე მათგანი ზედმეტად იმპულსური და აგრესიულია. მათგან ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ ინტელექტუალურ ბრძოლას და მათი დაპირისპირება უფრო ცხოველების ერთმანეთთან პირდაპირ რქებით შეჯახებას ჰგავს. ესეც კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რატომ არის უჩა ზერაგია სერიალის უდავოდ საუკეთესო და ყველაზე რთულად მოსახელთებელი დამნაშავე. ის არ ყვირის, არ იმუქრება, არ ტოვებს კვალს. მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი სიმშვიდე უფრო საშიშია ვიდრე სხვების ყვირილი და მუქარა. მისი არ დატოვებული კვალი კი ის ხელწერაა, სადაც სწორედ ზერაგიას ამოიცნობ, მაგრამ მაინც უძლური ხარ. გადავდივართ მომდევნო სცენაზე, სადაც 5 სერიის განმავლობაში პირველად ვხედავთ ლექსოს ოჯახურ გარემოში. არც ისე შთამბეჭდავი ხედი, არც ისე შთამბეჭდავი ვარჯიში და შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფი თინა. გერმანია. თინას პერსონაჟში ალბათ ბევრი თქვენგანი ამოიცნობს ნათესავს ან ნაცნობს, რომელიც სულ რაღაცას ქოთქოთებს, სულ უკმაყოფილო და თან შენზე კარგად იცის რა გჭირდება და როგორ უნდა მოიქცე. ეს გადამეტებული მზრუნველობა არ უნდა აგვერიოს სიყვარულში, რადგან სიყვარული თავისთავად თავისუფლების და პატივისცემის ელემენტსაც მოიაზრებს. არ შეიძლება ფრინველი გიყვარდეს და მისი გალიაში დამწუდებით იღებდეს სიამოვნებას. როცა ვიღაცან რაღაც გიყვარს, ბუნებრივია რომ მისთვის კარგი გინდა. ლექსოსთვის კარგი სურვილი თინას პერსონაჟშიც ჩანს, მაგრამ ასევე ჩანს, რომ თინას ლექსო უყვარს იმდენად, რამდენადაც გალიაში დამწუდებული ფრინველი შეიძლება გიყვარდეს. სხვა სიტყვებით, თინას დამოკიდებულება ლექსოსადმი გარკვეულ წინაპირობებს მოიცავს. მე შენ ისევ იმ პატარა ბავშვად გთვლი, რომელიც ადრე იყავი და რახან ახლა ისევ ისეთი საყვარელი და დამჯერი აღარ ხარ, ესე იგი ცუდად იქცევი. ამიტომ უნდა ვცადო და გამოგასწორო, რომ როგორმე ისევ დამჯერ ბავშვად გაქციო. სუსრა ბავშვი იყავი? მუდმივად უნდა ვაკონტროლო რას აკეთებ, რას ფიქრობ, სად დადიხარ, რას ჭამ, რას იცვამ. შენი შეზღუდვისთვის კი თავი დამნაშავედ რომ არ ვიგრძნო, ეს ყველაფერი მზრუნველობის იდეით უნდა შევნიღბო. ისე უნდა წარმოვაჩინო, რომ შენს თავს ცუდს უკეთებ და მხოლოდ მე ვიცი რა არის შენთვის კარგი. თუ მე დამიჯერებ შენს თავს კარგს გაუკეთებ, თუ არა და ცარიელი ცხვირი დარჩები. ცარიელი ცხვირია დარჩენილი. ასეთი ურთიერთობა არის ოჯახში ემოციური გადაჯაჭვულობის მაგალითი. ასეთ ოჯახში არ არსებობს პირადი სივრცე. უფროსების ემოციური მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული უმცროსების ნაბიჯებზე. თუ შენ ჩემგან დამოუკიდებლად გადაწყვეტ მოქმედებას, მე ცუდად გავხდები და ჩემი ნერვიულობა შენი ბრალი იქნება. უმცროსებსაც არ უნდათ გახდნენ ოჯახის წევრების ცუდად გახდომის მიზეზი და ამით საკმაოდ ეფექტიანად მანიპულირებენ მშობლების თაობის წარმომადგენლები. სუსრა ბავშვი იყავი? ხალხის მაწამებელი?
თინას ასეთ საქციელში შეგვიძლია შევნიშნოთ ეგრეთ წოდებული ცარიელი ბუდის სინდრომიც. ხშირად მშობლებს ან მშობლის როლის შემსრულებლებს უჭირთ ხოლმე შვილის ან შვილის როლის შემსრულებლების ემოციური ან ფიზიკური გაშვება, რადგან გაშვებას თან ახლავს ეგზისტენციალური შიში. როცა შვილი იზრდება და თავის გზაზე მიდის, მშობელი რჩება ცარიელ ბუდეში. თუ მისი მთელი ცხოვრების დანიშნულება და აზრი მშობლობა და მზრუნველობა იყო, შვილის წასვლით ის კარგავს საკუთარ ფუნქციას. ამიტომ ცდილობს კონტროლის შენარჩუნებას, რათა აირიდოს სიცარიელისა და მარტოობის განცდა. ლექსოს აგრესიაც ამ ფონზე სრულიად გასაგებია. არ არის სასიამოვნო, როცა პირად სივრცეს არ გიტოვებენ და შენს საქმეში ცხვირს ყოფენ. დაბერდა და რაღაცა მეჩვენება. ოჯახური სიმშვიდე კი ბოლოს ცოლის მოყვანაზე გადის. მოიყვანე ცოლი და დაწყვეტები. აი ეგრე წმინდა ქართული სირობა. ერთმა ჭკვიანმა კაცმა იცი რა თქვა. სოლიო პრინციპში მაინც უნდა მოიყვანო. თუ კარგი გამოდგო, ბედნიერი გამონაკლისი იქნებიო. თუ ცუდიო, ფილოსოფოსი გახდებიო. ფილოსოფოსი, აი როგორც კათამაცე. და ხომ გახსოვთ ცოტა ხნის წინ მანიპულაცია რომ მოახსენეთ. აი ვნახოთ როგორ იქცევა თინა, როცა ლექსოს ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი. გადაყევი ახლა ამისთანას. კი ბატონო. მივდივარ თვალით აღარ დაგენახვედი. ეს არის ერთგვარი მუქარაც და ლექსოსთვის დანაშაულის განცდის შექმნის მცდელობაც. თინა ცდილობს ლექსოს თავი დამნაშავე დაგრძნობინოს. აჩვენოს რომ ძალიან ნაწყენია და ლექსოს ბოდიში მოახდევინოს. ამჯერად არ გამოსდის, მაგრამ ორჯერ მობრუნებაც და ჯერ საროჭკების კარადაში შეკიდების და შემდეგ ჩახოხბილის მაცივარში დების შეხსენება ისევ ლექსოს შემორიგების მცდელობებია. იქნება ახლა მაინც მომიხატოს ლექსომ ბოდიში და უკან დაბრუნება მთხოვოს. მერე მე ცოტას გავჯიუტდები, რომ ლექსომ კიდევ მეხვეწოს და რამდენიმე წუთიანი ხვეწნის შემდეგ ისევ სახლში შემოვა. აი ასეთია მანიპულაციური ტაქტიკები, რომელსაც ლექსო ახლა ვერ წამოეგო, თუმცა წამოეგო მესამე სეზონში. კარგი ბატონო, გარჩუნდები. სულ ჩავიგდე ფენას. კაი, ხო, არ მინდოდა ესე რა. ცოტა ხანში ლექსოს მეზობელი ქალი შემოდის. არ ვიცი მარტო მე მეჩვენება ამ ქალის ქცევა უსიამოვნოდ და უადგილოდ გადამეტებულ და არასაჭირო ფლირტაობად, თუ სინამდვილეში ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ ისეთი განცდა მრჩება ხოლმე ამ სცენის ყურებისას, რომ ცოტა ხანში რაღაც ისეთი მოხდა, რასაც კადრში არ გვაჩვენებენ და ეს ორი სამუდამოდ საიდუმლოდ შეინახავს. ესე იგი თქვენც მარტო ცხოვრობთ. თქვენც? 4 ოთახიანი რა კარგი ყოფილა. მე უშაქროს სვავ. ფიგურას უფრთხილდები. ზოგჯერ გათენებამდე არ მოდიხართ ხოლმე სახლში. თქვენი კარების ხმა მესმის. იცით სახლში რომ ამოვედი, მე ვნახე. უკაცრავად აქ იყო ჩამართმილი. მხოლოდ ის მომშვიდებს, რომ ჩემს პირდაპირ პოლიციელი ცხოვრობს და ის დამიცავს. ხო დამიცავთ? აუცილებლად დაგიცავთ. კარგია, გამორთე რა, ანანისტი ხარ შეჭემა რა. აი რა. სხვა მხრივ ამ სცენაში არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება. არც ეს ქალი გამოჩენილა მეტად ცხელძაღლში, არც მისი ცეპი და არც ის მაღალი შავკურტკიანი გარკვეულა ვინ არის. საერთოდ რას ემსახურებოდა ეს სცენა, ესეც თქვენ თვითონ განსაჯეთ. გადავდივართ ნოდარ სანებლიძეზე, რომელმაც ჯერ ალბათ არ იცის, რომ ნოდარ სანებლიძე უნდა შეასრულოს. შედარებით ახალგაზრდა ექიმი, გია, საეჭვოდ გაიძურწა და ლექსოს და ბიძინეთს ეჭვის თვალს გააყოლებენ. ხონღაძე თლად ნასიამოვნები არ ჩანს ძაღლების გამოჩენით და თან მინიშნებებსაც იძლევა, რომ ლაპარაკის თავი არ აქვს, მაგრამ ზრდილობის გამო უარს ვერ იტყვის ჩვენების მიცემაზე. გააქვს ლაპარაკის თავი, ხო? სხვა დროს მოვიდეთ. რაფი მოხდით? ისმეთ. ბიძინამ ახალი გასართობი იპოვა და თან საუბრის ემოციურ ფონსაც ცვლის. უნწოს. ნეტა რა იღირება? რა ვიცი აბა? ეხლა რამდენი აქვს ამას გავლილი? ხონღაძე მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებს ელაპარაკება, დასამალს ვერაფერს ხედავს და არც ცდილობს ტყუილის თქმას.
ბანკი, სუპერმარკეტი, მუზეუმი. ჩერჩმა ხელიდან. რამდენი მიქონდა? $625,000. რამდენი? $625,000. აკი 40,000 მიმახსოვს ბიჭო. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შეჩემისა 625,000 და 40,000 ერთნაირი დაცვა ჭირდება მითხარი. 40,000 მიმახსოვს და ორი კაცი გამოგაყოლე შენ დამპალო შენა. გეთქვა სიმართლე და ორ ბრონირებულ მანქანას გამოგაყოლებდი შენი. ბავშვი როცა დიდი ფული მეაქვს, წინასწარ გვაფრთხილებენ ხოლმე. და მაშინ სხვანაირი საправაშდენიას უკეთებთ ხოლმე. მონღაზისგან გამოსვლისთანავე ლექსო ბიზნეს შეახსენებს, სად ყავდათ ზვიადი აქამდე ნანახი. სუპერმარკეტში ჯინორიას მსველი, პაუკარო ლაპარაკებოდა. ბიზნეს და ლექსოს წყვილი ერთმანეთს სხვა ბევრ თვისებასთან ერთად იმითაც თავსებს, რომ თუ ბიზნეს დამნაშავის მოტივებისა და ხელწერის ამოცნობა შეუძლია და აქედან გამომდინარე მის სამომავლო ნაბიჯებს ითვლის. ლექსოს ძალიან კარგი მეხსიერება აქვს. Браво, Лексо. Ну и память у вас, Василий Иванович. ანუ ბიზნე უფრო მომავლისკენ იყურება და კარგად ახერხებს იმის განჭვრეტას, რა შეიძლება მოხდეს. ხოლო ლექსო წარსულში ნანახს და იქ გაგონილ დეტალებს იმახსოვრებს კარგად. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ ლექსო, როგორც ახალგაზრდა ამერიკიდან ჩამოსული პოლიციელი, მომავალზე ფიქრის საჭიროებაზე აკეთებდა აქცენტს და ქართულ პოლიციას წარსულში ჩარჩენილად ხედავდა. პრაქტიკაში კი როლები შებრუნდა და ბიძინა უფრო შორს მჭვრეტელად გვევლინება, ლექსო კი ჟამთა აღწერელივით სულ ჩანაწერებს აკეთებს და ცდილობს წარსულში მომხდარი მოვლენები ერთმანეთთან დააკავშიროს, ისე რომ მათ შორის კვანძები იპოვოს. მე მგონი ამ დანაშაულებს შორის თავისუფლად შეიძლება რაღაცა კვანძები აღმოაჩინოს იპოვოს. გენო განყოფილებაში ბოლთას სცემს. ეს რა ქნა ქათამაძე კაცო? ქათამაძე დაკავებულია შეიარაღებული ძარცვისა და ყაჩაღობისთვის და თანაც უშიშროება მაიყვანა. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? ქვეყანაში ქაოსია, ვერ გაიგებ ვინ კარგია და ვინ ცუდი, ვინ ვის ებრძვის, ვინ ვის შეცდომას ელოდება, ვინ ვის უთვალთვალებს. ლექსო და ბიძინა ამ თამაშში უბრალო პაიკები არიან. ქათამაძისნაირი ბრიყვები კი პაიკებიც კი არ არიან. ლექსო ნამდვილი სამართლიანი პოლიციელივით იქცევა. რა არის ბატონო ბიძინა, დამნაშავას იცავთ? ქათამაძე დიდ გულზე ისედაც არ ეხატებოდა და ახლა მით უმეტეს, როცა გაიგო რომ მას დანაშაულში მიუძღვის ბრალი, უცბად გაუცხოვდა ბოროტმოქმედისგან და ქათამაძეს უკვე არა როგორც თანამშრომელს, არამედ როგორც დამნაშავეს ისე უყურებს. ბიძინა კი რეზოში ისევ ბრიყვ თანამშრომელს ხედავს. ბიჭო, დამნაშავეს კი არა, თანამშრომელს ვიცავ. ხო გაიგე არ იცოდაო. ბრიყვს ვიცავ. ამის შემდეგ ლექსო პრინციპში სწორს ამბობს. თქვენ რაც გინდათ ისკენით, მე თავი დავანებეთ რა. იმ ქვეყანას, სადაც პოლიციელი ყაჩაღობას იწყებს, თუნდაც სიბრიყვით, არაფერი ეშველება. მაგრამ ბიძინაც რომ სწორია რა ვქნათ. მართალია ქათამაძე არასდროს არ ყოფილა სიწმინდის და სინდისის განსახიერება, მაგრამ ვერც ბოროტმოქმედსა და დამნაშავეს უწოდებ. თანაც შინაგანად კეთილი და მიამიტი ბუნების არის, რის გამოც რაღაც ძალებისთვის ადვილი სამიზნე გახდა. მით უმეტეს რომ ძაღლური ცხოვრება და არაადამიანური ცხოვრების პირობები ხშირად სხვა გზას არ გიტოვებს და ხანდახან სინდისზე უარს გათქმევინეს. ეს არ არის დამნაშავის გამართლება ან დანაშაულის ხელშეწყობა. ეს არის რეალობის აღიარება, რომ რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს სიკეთის და ბოროტების ზღაპრული იდეები, სადაც ზოგი ყოველთვის კარგია და ზოგი ყოველთვის ცუდი. რეალურ ცხოვრებაში ხშირად იქმნება ისეთი გაჭიროება, რომელიც კარგ ადამიანსაც კი დააფიქრებს რა არის სწორი და არასწორი. და თუ ეს ადამიანი ადვილად დამყოლია, მაშინ მის ცდუნებას წინ არაფერი უდგას. თუ ასეთ ადამიანს ერთი ხელის მოსვლით დაუკარგავ ყველა კარგ თვისებას და ერთი შეცდომის გამო მოარგებ დამნაშავის მანტიას, მერე ეს ადამიანი მართლა დამნაშავედ იქცევა. ხალხის აზრს და იმას თუ როგორ გხედავენ სხვები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი თავის აღქმაში. ჩარლზ კულის სარკისებრი მეს თეორიის მიხედვით, ადამიანი საკუთარ თავს ხედავს არა პირდაპირ საკუთარ თავზე დაკვირვებით, არამედ იმის და მიხედვით თუ როგორ ხედავენ მას სხვები. სხვა ადამიანების შეფასება არის ის სოციალური სარკე, რომელში ჩახედვითაც ვაფასებთ იმას თუ ვინ ვართ. აბა წარმოიდგინეთ, გადიხართ ქუჩაში და ყველა გერიდებათ, ყველა გიფრთხით, ყველა ისე გიყურებთ როგორც დამნაშავეს. რამდენიც არ უნდა სცადო დამნაშავეობის უარყოფა, არავინ არ გიჯერებს და არავინ არ გენდობა. ბოლოს კი უბრალოდ ყელში ამოგივა კარგი ადამიანის უშედეგოდ თამაში,
და მართლა ის გახდები, ვინც ხალხს გონი ხარ. დამნაშავის შექმნაზე პასუხისმგებელი სწორედ ის ხალხი ხდება, ვინც დაივიწყა როგორ აპატიონ და როგორ ენდონ. ასეთ დროს დიდი ფუფუნება ყავდეს ერთი ადამიანი მაინც, ვინც ისევ ძველებურად გხედავს. ქათამაძისთვის ეს ადამიანი ბიძინა აღმოჩნდა. უშიშროებას და სისხლის სამართლის სამძებროს საერთოდ არ აინტერესებთ ქათამაძე. მინისტრები მხოლოდ საკუთარი უწყების პრესტიჟზე ფიქრობენ. ლექსომ ქათამაძე წამში დამნაშავედ ჩათვალა. შავდია, რომელიც ქათამაძეს შვილივით ზრდიდა, კარგი დახასიათების დაწერაზე ყოყმანობს. ქათამაძის საქმეზე თითქოს ხელს იბანს და ხაზს უსვამს მე რა შუაში ვარ. მხოლოდ ბიძინაა ისეთი, ვინც ბრიყ ქათამაძეზე ფიქრობს. არა დამნაშავეზე, არამედ ერთ ცხოვრებისგან დაბეჭავებულ თანამშრომელზე. ლექსო და ბიძინა ქათამაძის შესახებ მსჯელობისას სულ სხვადასხვა პერსპექტივას იყენებენ, რაც ჰაროლდ კელის კოვარიაციის პრინციპის კლასიკური მაგალითია. კელის მიხედვით, როცა გვაინტერესებს რატომ მოიქცა ადამიანი ასე ან სხვაგვარად, ჩვენი ტვინი ქვეცნობიერად აანალიზებს ინფორმაციას სამ განზომილებაში. ჩვენ ვსვამთ სამ კითხვას. მხოლოდ ეს ადამიანი იქცევა ასეთ სიტუაციაში ამგვარად, თუ სხვებიც ასე იქცევიან. ეს ადამიანი მხოლოდ ასეთ სიტუაციაში იქცევა ასე თუ სხვა სიტუაციაშიც. და ყოველთვის ასე იქცევა მსგავს ვითარებაში, თუ მხოლოდ ახლა მოიქცა ასე. ამ კითხვებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ქცევის მიზეზი ვიპოვოთ თავად პიროვნებაში, ვინც ეს ქცევა ჩაიდინა, ამ შემთხვევაში ქათამაძეში, ან ვივარაუდოთ, რომ სიტუაციამ, გარემოებამ გამოიწვია ეს ქცევა. ლექსო ხელს ქათამაძისკენ იშვებს. მას არ აინტერესებს, რამ გამოიწვია ქათამაძის ასეთი ქცევა. ანუ უგულებელყოფს გარემო პირობებს და ქათამაძის ქცევას იმით ხსნის, რომ ის დამნაშავეა. ამას ჰქვია ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა. როცა გვეზარება სამივე კრიტერიუმის დეტალურად გაანალიზება, ქცევის მიზეზებს უპირველესად თავად ქცევის ჩამდენის პიროვნული მახასიათებლებით ხსნით ხოლმე. ბიძინა კი პირიქით ცდილობს იპოვოს ის გარეგანი მიზეზები, რამაც ქათამაძე აიძულა დანაშაული ჩაედინა. და რა მაიძულა? რა მაიძულა? იმან რომ დილიდან მეორე დილამდე ენა გადმოგდებული დარბის სამსახურის საქმეებზე და მშიერ მწყურვალს საშუალება არ აქვს იბეში ხელი ჩაიყოს და 50 თეთრიანი ხაჭაპური შეჭამოს ბიჭო. იმან რომ სახში ორი მშიერი შვილი უზის, იმან რომ ცოლი მშიერია და უცდის, როდის მოიტანს ჟამაგირს, რომელიც კაპიკებია და 7 თვეა ვერ მიიღო. იმან რომ ვალებში იხჩვება. იმან რომ ტუფლი გაეხა და წყალი შეძდის. იმან რომ ყურყა დაუპატარავდა და მათხოვარი დადის. იმან რომ დედა ყავს თერჯოლაში ავადმყოფი, 1 წელიწადი არ უნახია და ის ხალი გზას გამოსკერის, როდის ჩამოვა ჩემი შვილიო. გავაგრძელო? არ არის საჭირო. მაგრამ მაშინ ყაჩაღობა კი არ უნდა დაეწყო, სხვა სამსახური უნდა ეშოვნა. გამორიცხულია. რატომ? იმიტომ რომ თუ ადამიანმა ერთხელ მაინც ჩაიცვა პოლიციელის ფორმა, მორჩა, გათავდა. ყველას თვალში უკვე ძაღლი ხარ. და ასად აღარ მიგიღებენ. იმიტომ რომ პაემანზე ხარ თუ თიაში ხარ თუ გასტრონომში თუ აბანოში, ყველასთვის პოლიციელი ხარ, ყველა გიცნობს. ყოფილი, მაგრამ მაინც პოლიციელი. გასაგებია? ასე რომ სანამ გვიან არ არის შვილო, მოკურცხლია. უკვე გვიანია. არ შემეძლო ეს ადგილი მთლიანად არ ჩამესვა და დარწმუნებული ვარ, არავინ არ მიწენთ ამ ხედა მონაკვეთის პირდაპირ უკომენტარულად ჩასმის გამო. აი სწორედ ეს არის, რაზეც ვისაუბრეთ. როცა ოჯახი მშიერი ყავს, დედას ვერ ნახულობ, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფული არ გაქვს, ხელფასს არ გაძლევენ. როგორი კარგი ადამიანიც არ უნდა იყო, ისე კანონის ლინზიდანაც ვერ უყურებს სამყაროს, როგორც კანონის დამცველს სჭირდება. ასეთ დროს წყალწაღებული ადამიანი ხავსს ეჭირდება და თუ კი სიტუაციიდან თავის დაღწევის შანსი გამოუჩნდა, უბრალოდ იღებს ამ შანსს, ოღონდ კი რამე შეცვალოს, მაშინაც კი თუ ეს ვიღაცის მიერ დაგებული მორიგი მახეა. სხვა ალტერნატივა კი არ არსებობს. ყველა ისე გიყურებს როგორც ძაღლს. ყოფილი ძაღლი მათთვის მაინც ძაღლია. ამიტომ სხვა გზა არ გაქვს. მართლა ძაღლად უნდა იქცე. სუპერმარკეტი კონტინენტალი 500 დღის იუბილეს ზეიმობს.
ჯინორია მარკეტინგულად ძალიან წამგებიან რაღაცას ამბობს. ჩვენ სუპერმარკეტ კონტინენტალს შეუსრულდა 500 დღე, რაც ვართ სამსახურში ჩვენი ქალაქის და ჩვენი მოსახლეობის. ამიტომ ჩვენ დავაწესეთ პრიზი და ეს პრიზი მდგომარეობს შემდეგში, რომ დღევანდელ დღეს თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ აირჩიოთ და ყველაფერი თქვენთვის იქნება ან უпростоრად დეტალებს არ აზუსტებს. თორემ ვიღაცამ რომ მთელი მაღაზიის გაზიდვა მოინდომოს უფასოდ. ჩვენი გურამჩიკა ჯინორია კმაყოფილი არ დარჩება. ალბათ რაღაც ერთი უნდა აირჩიოს და ის იქნება უფასო. მაგრამ ამ შემთხვევაშიც საქართველოში ფასტაკლებებზე რაზე დახურაა ხოლმე კი იცით. და მაღაზია მაინც დაცლილი იქნებოდა დღის ბოლოს. თუნდაც თითო მომხმარებელს მხოლოდ ერთი რამე გაატანა უფასოდ. ვინმე თუ პირის მოძრაობით იცით ნათქვამის ამოცნობა, გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ, რას ამბობს აქ ჯინორია. ან თუ არ იცით, დაწერეთ თქვენი სასაცილო ვერსიები. მაგალითად, ჩემი 17 ვერსია ასეთია. ისედაც კუჭი მაგაშლილი. ერთი ბოთლი პივა შეასხი უკნიდან და გაუშვი. ბიჭებს დაურეკეთა ჩემი ყვირილის ხმაზე შემოყარე. მაგის გულისთვის ცეცხლში შევალ. ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა. მეხი კი დავაყარე. ხალათი დეჩუსტები მომიტანე. კარგი ცხენი მათრახს არ დაირწყავს. გადი! ჯერეზერი საათი კი არა, საათი შეჭემა. ტუალეტი სად არის მეთქი? მამა ჩემს თავი გაანებე, ბოზო შენ გუშინ ჩამოთესლილო აყვარო შენ რა, ვისასწავლი უბანს, მე მასწავლი შეტრაკო შენ ჰა? ჰა? შენ უფრო გადაეცი. შევდე და შეეშას და თავის რაკზე მიხედოს. ბიჭო, ვითომ არ იცი რა. 20 წელი ამ კუჭის ხულმა შემჭამეთ. ფილმას მე ვაფშე არ ვიცი რა. ფერდი არ დამანახო რა თუ გახარ. ხელში მაქვს ამოსული მაგის ზედაცვად. ამ სცენაში სულ მგონია ხოლმე რომ ბიძინას ასე კედლის ყურება კი არ უნდოდა, ან ასე კი არ იყო გათვლილი. უბრალოდ ჟანრი ლოლაშვილს კისერი ჰქონდა გაშეშებული და თავის შემოტრიალება უჭირდა. რამდენიმე კადრი ისეთია, თითქოს ბიძინას უნდოდა კიდეც თავის მოტრიალება, მაგრამ ვერ მოატრიალა. თუ ვწდები და ბიძინა და გურამი ერთმანეთს პირდაპირ შეგნებულად არ უყურებენ, მაშინ აქ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება ვეძებოთ. ბიძინას არ უნდა თვალი გაუსწოროს ადამიანს, რომელსაც მედიკოს სიკვდილში სდებს ბრალს და თითქოს კაცადაც არ თვლის, ზედაც არ უყურებს. აქ მხოლოდ იმიტომ არის, რომ ასეა საჭირო და არა იმიტომ, რომ თავად უნდა აქ ყოფნა. მათი პირველივე სიტყვებიდან დაიწყო ჩვეული პაექრობა და გონებრივი თამაშები. სრასი, გურამ გრიგორიჩ. მიხარე, კარგად მიგდის საქმეები. შენგან გასხოვები ძვირფასო. ხომ არ ნერვიულობ. მითხარე რა გინდა, თორე ცოტა ხანში შენ გაგიხსება სანერვიულო საქმე. სამაგიეროდ ამ ორთაბრძოლამ უმოკლესი გზით მივიყვანა მთავარ სასაუბრო საკითხამდე. ზვიად ღონღაძემდე. კაი კაცო. ო. რა ახალი დაცვა გყავს თუ? ღონღაძე გამოეძერა საავადმყოფოდან. ჯინორია როგორც მანამდე, ისევ დედა ტერეზასავით საუბრობს და ცდილობს ბიძინას აჩვენოს, რომ არც არაფერი იცის და არც არაფერ შუაშია. თანაც ცუდი სახელმწიფოსგან განსხვავებით, კარგი ჯინორია ნაომარი ბიჭებისთვის ხელის გამართვაზეც კი ფიქრობს. სახელმწიფო მაღაზია არ ფიქრობდა. ჩვენც არ გავუმართოთ ხელი ნაომარ ბიჭებს. ბიძინა გურამს კარგი კაცის როლის თამაშს არ აცდის და ისევ მთავარ საკითხს უბრუნდება. ცდილობს შეახსენოს, რომ ნამდვილი კარგი კაცები დაზარალებულობისას მომხდარს პოლიციაში აცხადებენ ხოლმე და მხოლოდ ცუდი კაცები ცდილობენ პოლიციასთან საქმის დაჭერას თავი აარიდონ. ამ ფონზე საეჭვო არ არის, რომ კაცი დაგიჭრეს, ფული წაგართვეს და მაინც ვითომც არაფერი ისე იქცევი. დააკვირდით, ბიძინას მტკიცებულებები ისევ არ აქვს და ჯინორიასთან მისი ყველა შეხვედრა ერთი საერთო მიზნით იხსნება. ბიძინა ცდილობს ჯინორიასთან მივიდეს, გააგებინოს, რომ მე შენზე რაღაც ვიცი და რეაქციაზე წამოკიდებით ჯინორიას რაღაც ზედმეტი ათქმევინოს ან შეცდომა დააშვებინოს. მოვლენების ასეთი განვითარება სერიალისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან დამნაშავეები და მათთან მებრძოლები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კი არ მოქმედებენ, არამედ პირიქით, თითქოს ერთმანეთს კარნახობენ რა უნდა იყოს მეორის მომდევნოსვლა. ბიძინასა და გურამის ურთიერთობა ჰგავს ჭადრაკის ისეთ პარტიას, სადაც ერთი მეორეს ეუბნება. ვიცი შენი მომდევნოსვლა და პასუხიც უკვე მომზადებული მაქვს. ეს ბლეფია თუ არა, თავად გადაწყვიტე. შეგიძლია ისე ვისვლა გააკეთო, რასაც აპირებდი, ან სვლა შეცვალო.
ჯინორია ბიზნეს გაფრთხილებას ყურად არ იღებს და ცდილობს აჩვენოს, რომ მომდევნო სრულის წინასწარ ცოდნა ბევრს არაფერს ცვლის. თუ კი შენი ფიგურები ერთმანეთს ბლოკავენ და სათამაშო სივრცე საერთოდ არ გაქვს. სულას იყო რაც უნდა გეთქვა. ეხლა რას ელოდები, რომ წამოხვდები, ყველას დავიწყებ, მაგათ იმას უზავ, ამას უზავ. სულები ხარ მეთქი, რო გეუნები არ ამჯერავს რა. ის ღოღაძე კი დაჭერს. მაგრამ ჩემს გარდა 1000 ადგილას მუშაობს, მაო. ვინც ფული დაკარგა იმან ეძებოს. მართლაც, შენ შეგიძლია ღონღაძე ჩემთან დააკავშირო, მაგრამ ამის იქით ვეღარ მიდიხარ. რადგან არ გაქვს ისეთი სულა, რითიც დაამტკიცებ, რომ ღონღაძე ბაქოს გზაზე მე გავუშვი და ფულიც მე გავატანე. სპილო მიდის ბაქოში იკიტრი მოხდა. Слушай, подожди. იმ ღოღაძემ უფრო მეტი მითხრა, ვიდრე შენ აგონია. გაიგე? ბიძინა ისევ ბლებს მიმართავს. ღონღაძეს ისეთი არაფერი უთქვამს, რითიც დაზარალებული ჯინორია გახდებოდა, ან სადმე ჯინორიას გვარი ამოტივტივდებოდა. გურამიც თავს მომგებიან პოზიციაში გრძნობს და სთავაზობს ბიძინას დანებდი სანამ დროაო. არ იქნა რა შენი გამოსორება. თელი ცხოვრება დავდებ, რაღაცებზე მიგონებ. მაგრამ არც ერთხელ მტკიცებულობა არ აქონია. თუ რამე ფაქტები გაქვს, ამაიღე და დადე რა. თუ არა და ერთგულ პირას დაგალევინებ და დაცილებ ერთმანეთს. მაგრამ ბიძინა დანებებას არ აპირებს და თავისი პაიკებით ცდილობს ლაზიერად გასვლას. შეესხი ტრაქში პირვა. მერე საუბარი ფულზე წავიდა და საინტერესო დეტალს ვიგებთ. ვიდეო, დათვით რომ დაძულძულებ. მითხარი რა კაცურა. ფული გინდა? მინდა, როგორ შეიძლება რა? მე თქვენ სულ შტაბელებად გილაგებ რა. რო დამჭირდე, მოგცემ. იმედაც მოგცემ რომ უარსაც ვერ მეტყვი რა. მაგრამ არ მჭირდები და არც დამჭირდები. რაღაც დროის შემდეგ ჯინორია მართლა აძლევს ფულს ბიზნეს და თანაც იმდენს, რომ ბიზინა უარსაც ვერ ეტყვის. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ჯინორიას ბიზინა რამეში დასჭირდა. ნაკლებ სავარაუდოა. ფულის მიცემის მომენტში ბიზინას და ლექსოს საქმე ძალიან ცუდად იყო. იმდენად ცუდად, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ ჯინორია პრაქტიკულად დამარცხებულ ბიზნეს მაინც ფულს აძლევს. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? იქნებ ჯინორიას მართლაც მიუძღვის წვრილი მედიკოს სიკვდილში და სინდისმა დანაშაულის გამოსასყიდად ისევ ფულის გაღება შესთავაზა. ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება და ამ საკითხს ჯერჯერობით ღიას დავტოვებ იქამდე, ვიდრე ფულის მიცემის სერიამდე არ მივალთ. ამასობაში ბიძინამ რაც ფაქტები ჰქონდა, ამაიღო და დადო. წასვლისთვის ეს საუკეთესო დრო იყო. მისცე ოპონენტს საფიქრალი და დატოვო ადგილი ისე, რომ იგი ეჭქვეშ დარჩეს, რამდენად ბევრი იცი და რა დაუმალე. ძალიან ჭკვიანურია. მოდით 1-2 სიტყვით სიმთვრალესაც შევეხოთ. ალკოჰოლი უპირველეს ყოვლისა ზემოქმედებს პრეფრონტალურ ქერქზე, რომელიც პასუხისმგებელია თვითკონტროლზე, ლოგიკასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. ამიტომ ბუნებრივია, რომ მთვრალ ადამიანს ჭკუა არ მოეკითხება. პირველად როცა ფილფანი ვნახეთ, თითქოს 7 და გაწონასწორებული ჩანდა. ახლა კი შემობელა რას გეტყვიცი, აგერდა მე კიდოს უყველა. უნდა აღინიშნოს, რომ ქეთის ქმრის მკვლელობის დროსაც ფილფანი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ფსიქოლოგიური კუთხით ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ ვიღაცას ცუდი ან კარგი სიმთვრალე აქვს და თითქოს სიმთვრალისას სულ სხვა ადამიანს ვხედავთ ხოლმე. მაგრამ ვინც ასე ფიქრობდით, მინდა იმედი გაგიცრუოთ. სიმთვრალისას სხვა ადამიანს კი არ ხედავთ. ხედავთ იმავე ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებს. მარტივად რომ ვთქვათ, ალკოჰოლი ხსნის ფილტრებს და ბარიერებს, რომლებიც გვაკავებენ საკუთარი ფარული ზრახვების გამოვლენაში. ალკოჰოლი უბრალოდ აჩვენებს ვინ ვართ სინამდვილეში, ამ ფილტრების და ბარიერების გარეშე. ბიძინაც რომ არ ენდობა იმ კაცს, ვინც არ სვამს, ამ გადმოსახედიდან ლოგიკური ხდება. ესე იგი რაღაცა გაქვს დასამალი. თუმცა ბიძინა რომ ბოლომდე მართალიც არ არის და მთლიანად ექსცენა, გაანალიზებული მაქვს პირველი სეზონის მეორე სერიაში. თუ არ გინახავთ პირველი სერიიდან მოყოლებული ამ სერიამდე ყველაფერი დევს ჩემს არხზე და გირჩევთ უყუროთ. სხვა მხრივ, ფილფანზე შეიძლება ითქვას, რომ უყვარს ძალაუფლება, უყვარს ბრძანებების გაცემა, სუფრის თავში ჯდომა და დროს ტარება. ესეც ხსნის, რატომ ვერ შეეწყვნენ ფილფანი და გეჯაძე ერთმანეთს. დამთმობი ტიპი არც ერთი არ არის. ორივეს უნდა თავისი გაიტანოს და ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. ორივეს თანაცხოვრება
ურთიერთშეუთავსებელია. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაალიშვილიც აქ არის. მას ეგენი მე მოგხობი გვერდზე ვარ, ნუ გეშინია. თქვენის ნებართვით ცოტა წინ გადავინაცვლებ, რადგან აქ გასაანალიზებელი სხვა ბევრი არაფერია. ფილფანი შეუვარდება გეჯაზს. აი ეს ვითომ შემთხვევითობები ცოტა უცნაურად ჭრეს. რა არის იმის ალბათობა, რომ ერთსა და იმავე რესტორანში, ერთსა და იმავე დროს სამკვდროდ გადაკიდებული მტრები ერთმანეთს შემთხვევით შეხვდებიან. აქ სოფომაც რა კარგად დაწია თავი, რომ ფილფანს კარგად შეეხედა შიგნით. მოდით უცნაურობა არ შევიმჩნიოთ და რაც ხდება, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება. გეჯაძის დაცვა რას იქაჩება გაუგებარია. დავუშვათ ადგა. და მერე რა სიზამს. არა, ასე არ ვარ. მერე რა ფეხებს იზამს. უბრალოდ ფეხზე ამდგარი დაელოდება ფილფანის გასვლას. იარაღისკენ ერთი ხელის წაღება და ფილფანი არც დაფიქრდება ისე ესვრის. გეჯაძეზეც რა უნდა ითქვას. აქამდე ძლიერი აურა შეუქმნეს. ახლა კი უძლურს და შეშინებულს ვხედავთ. აქამდე თუ თვითონ ყვიროდა და ლაპარაკს ბილი ხოძეს თავაზობდა, ახლა ფილფანმა ბრჭყალებში აბაროტი აუღო და როლები შეაბრუნა. ჯიმშერი ყვირის და ვანო ითხოვს სხვაგან ვილაპარაკოთო. სხვაგან ვილაპარაკო, ჯიმშერ, არ გინდა ეხლა რა, კაცურად თხოვ. ისიც აღსანიშნავია, რომ იმპულსურ და მთვრალ ფილფანს მაინც ეყო ჭკუა და თავშეკავება, რომ ამდენი მოწმის თვალწინ არ გაესროლა. ერთ-ერთი მოწმე სწორედ სოფო იყო, რომელიც მომხდარის მოსაყოლად ლექსოსთან და ქეთისთან მიდის. ამ სამს შორის საუბრის დინამიკა ძალიან საინტერესოა. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. არც ერთი მათგანი არ ცდილობს დომინანტის პოზიციაში ყოფნას, მაგრამ თითქოს ქეთისა და სოფოს ჩუმი შეთანხმება აქვთ, რომ მთავარი ამ ოთახში ლექსო იყოს. დააკვირდით, როგორ აყენებენ ლექსოს საქმის კურსში და როგორ უთანხმებენ მას ყველაფერს, ისე თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღების ტვირთი ლექსოზეა და რასაც ლექსო იტყვის, ისე იქნება. სოფომ და ქეთიმ ინფორმაცია ლექსომდე უნდა მიიტანონ და შემდეგ დაელოდონ განაჩენს, რომელსაც ლექსო გამოიტანს. ყველაზე საინტერესო იცი რა არის? სოფო უთხარი? მე აღარ წავალ სამსახურში. წამოსვლა ყოველთვის შეიძლება. რა ვიცი, მე მაინც ურჩევდი სოფოს არ აჩქარდეს. ქეთი ლექსოს მიმართავს და ეუბნება სოფოს ურჩევდი არ აჩქარდეს. გვერდზე გიდგას და ურჩია ლექსო რა შუაშია. მაგრამ ჩანს, რომ სოფოს მხოლოდ ქეთის რჩევა არ ყოფნის და ლექსოს აზრიც აინტერესებს. თავის მხრივ ლექსოც არ იფერებს ამ პატივს და საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც სოფოს უტოვებს. სოფო რა სიტყვი? გამოდის, რომ სოფომ ქეთის მიმართა დახმარებისთვის, ქეთიმ ლექსოს, ლექსომ კი თავარ მოქმედ პირად ისევ სოფო დააბრუნა. ასეთი ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ერთობლივი და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილების ხილვა საკმაოდ სასიამოვნო და იშვიათია ფილფანისთანა პირუტყვებით სავსე გარემოში. უშიშროება აგრძელებს ჯინორიას თვალთვალს, მაგრამ არ იციან, რომ ჯინორია ყოფილი ნინძა. შეხედავ დგას, თვალს მოაშორებ და უკვე აღარ ჩანს. მერე კი მოულოდნელად გესხმის თავს და ამ წინადადებასაც უნებურად გარით მავს. შენ უფრო გადაეცი მიხედოს თავის რა ხავჭიზდი. არა, ამას არ ველოდი. სირცულე არ არის ბიჭო, შენ რო ღვინოს არცო, ამისთანა თამადა. არა ნახდათ რა, არ ველოდი ზმო. აქ საინტერესო იქნებოდა სოფრომაძის რეაქცია ჯინორიას მისთვის იარაღის ნაცვლად საჭმელი რომ წაერთმია და თვითონ ჩაეკბიჭა. დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ვართ, არა? და მერე ბოლოს სოფრომაძეს უნდა ეთქვა, ძალიან გთხოვთ დავმიბრუნოთ ბუტერბროდი და გამიშვით. ბუტერბროდია თუ რასაც ჭამს, რა ვიცი. აი ახლა ამ სცენას რომ შეხედოთ, ვინ უფრო ჰგავს უშიშროების თანამშრომელს? სოფრომაძე, რომელიც ყოველ დღე ერთსა და იმავე ადგილას დგას ერთი და იგივე მანქანით, მაღაზიასთან ძალიან ახლოს და პირდაპირ ჯინორიას უყურებს თვალებში, თუ ჯინორია, რომელიც მის მაკონტროლებელ ადამიანს ისე ჩუმად მიეპარა, რომ ამ უკანასკნელმა ვერაფერი ვერ გაიგო და იარაღმიდებულს ლუკმა პირში დარჩა. სოფრომაძის პერსონაჟი თითქმის ყველა სცენაში ამტკიცებს საკუთარ არაპროფესიონალიზმს და კიდევ ერთხელ ყოჩაღზე გიას, რომ ასეთი ხალხი დაკეთებს თავის საქმეს. ლექსომ ლექსების წერა დაიწყო და ბიძინას აკითხებს. ბრავო, ნიჟარაძე. როგორია? მაგარი. მერე ბიძინას ქება ესი ამოვნა და
სოფოს დასაქმებიდან ქეთი უბრალოდ მოტეხა. მე თვითონ მოვაწყე ფილმთან სამსახურში. მე ლექსო ქების შემდეგ ისევ იმ შეცდომას უშვებს, რაც წინა სერიაში დაუშვა. რადა ეს საქმე უნდა გამოვიძიოთ და დამნაშავეები დავაგავოთ, რა თქმა უნდა. გამოვიწიოთ და დავაგავოთ. იქ შენი ჩირიმე? სხვა? მინდა რამე? როგორ არ მინდა? მისამართი და ხალხი მის დასაპატიმრებლად. სამაგიეროდ ბიძინა გამოვიჭირეთ. 5 ადამიანის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისა და გვამების გადამალვის მოტივით ცოტაა? ძალიან ცოტა. ახლა 5 ადამიანი ცოტაა. და ნახეთ რას ამბობს მომდევნო სერიაში. ის 5 მისვალებული, დამაჯერებელი ნივთმტკიცებულება არ არის? არა, შემოგევლე, არა. ის 5 მიცვალებულია და მეტი არაფერი. არ იხლა რა ჯემა, ნუ გავგიჟდი ახლა კაცო. რომ ესე იგი რა 5 მიცვა 6 რო ყოფილიყო კიდე ხო და 5 რა არის არა თუ რა არის რაღაც. შემოდის გენო პირში სიგარეტით. გენო რომ უკვე მესამე დეწევა სერიალში სიგარეტს და ბიზინა ახლა ეუბნება 10 წელი არ მოგიწევიაო, ამ შეცდომაზე უკვე წინა სერიაში ვთქვით. გენოს მინისტრმა სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა და თავისუფლების გემო შავდიამ სიზმარში ნანახ გაბოლებას დაუკავშირა. შენა აი სულ მესიზმრებოდა რა. აი მოუკიდებდი და ესე ვაბოლებდი. თუმცა ამ საქმეს ბიზინა მიხედავს. შენაც რა გემშალე. მებონია ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც თუ ეგრეთ წოდებული კრიშა იგრძნო, ყველაფერზე წავა. თუმცა როგორც კი მფარველი გაქრება, მაშინვე მიხვდება, რომ მარტო არაფერს არ წარმოადგენს. ამიტომ ბიძინას მებონიას დასარწმუნებლად მხოლოდ ის დასჭირდა, რომ მისთვის მფარველისგან ხინძზე დაკიდება შეეხსენებინა. ბიჭო, შენ რა გოგია რა? რომ ახლა ისინი შეხედავ და ღამეებს ათენებენ რომ აუ მებონიას გაუთხო კაცო, როგორ გამომწევ სულ ქისე კიდე. ბიჭო, აი ეს ტელეფონი და დაურეკე იმ იდიოტებს და მიხვდები რომ დაგატეს. დიდი ხანია, კინზე კიდიყა რა ბატონო. ისე საინტერესოა ეს სურათი საიდან გადაიღეს. კოლიას და ბიძინას გადაღებულს არ ჰყავს, იმიტომ რომ ისინი სოფრომაძეს ზურგიდან და გვერდიდან უყურებდნენ და არა წინიდან. სასოწარკვეთამდე დათრგუნულ წნევა აწეულ გენოს მხსნელად ისევ ბიძინა მოევლინა. თან შეიძლება ქათამაძესაც ეშუროს რამე. ბიძინას კარგად ესმის სამართალდამცავი სისტემის შიდა ბინძური მხარეები. ამიტომ რა გამოდის? თქვენ სულ და ჩვენც სულ 50-50 გაიგე? შავდიას ყოყმანის გამო მებონიას ჩვენებას გივი ინწკირველს შეატანინებენ მიიწრა. ლადო ჯიბუტი რომ იყოს, მოეწონებოდა ეს გადაწყვეტილება. აი ვინ არის გივი? ძველი კადრი, გამოცდილი მუშაკი, სამართლოს ყოფილი უფროსი, რომელიც ლაწირაგივით გააგდეს სამსახურიდან. ეგ ეხლა ამ მთავრობაზე დაბოღმილია. და შენ წარმოიდგინე, ეგეთი კაცი რო ჩავა ეხლა ბათუმში. ინწკირველი ისეთი კაცია, რომ ყველაფერზე წამოვა. და ბოლოს ამ სერიის სავიზიტო ბარათი. ბიძინა რეზოს სილას გააწნის. აი ამ უსიტყვო მოქმედებაში ძალიან დიდი აზრია ჩადებული. ეს გავს მშობლისგან შვილის დასჯას, მაშინ როცა მშობელმა შვილის დასაცავად ყველაფერი გააკეთა. ყველასთან გაამართლა თავისი შვილი, ამის გამო ხალხს თავი უნამუსოდაც კი მოაჩვენა. მაგრამ უკვე სამშვიდობოს გასულმა ერთი მოქმედებით აგრძნობინა, რა შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ქმედებებს. უთხრა რომ მე შევძელი შენი მთელი სამყაროსგან დაცვა, მაგრამ ეს გაფრთხილებად მიიღე. არ შემიძლია დაგიცვა ჩემგან და შენი თავისგან. თუ მეორედ იგივე შეცდომას დაუშვებ, ეს ტკივილი არაფერი იქნება იმასთან შედარებით. შენთვის თითი რომ ვინმეს დაეკარებინა, ჩემთან ექნებოდა საქმე, მაგრამ ახლა საქმე მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება. მე სხვები დავარწმუნე შენს უდანაშაულობაში, თუმცა ვერც საკუთარ თავს მოვიტყუებ და ვერც შენ მოგატყუებ. რაც გააკეთე, ნამდვილად სამორწყვინო იყო და სასჯელის ღირსი ხარ. მაგრამ რა უყოთ რომ ბრიყვი ხარ და მიყვარ ხარ. თან მეცოდები. დაეშენი დამსახურებული სასჯელი ჩემი ხელი იყოს, რადგან სათანადოდ ვერ გაგზარდე და ეს არა მარტო შენი, ჩემი სასჯელიც იქნება. რამდენად მიხვდა ქათამაძე ამ ყველაფერს რთული სათქმელია, რადგან ამის მერეც
ქარხნის კუთვნილი 2 პლასკა გუფცის ქურდობის გამო ბრალდებულს ერთ სახინკლეს აგისრებინებს და ვერ ხვდება რა დააშავა. მაგრამ სულ მცირე ახლა ბედნიერია და გულიანად ცინის. ამით ჩვენი მეხუთე სერიის ანალიზი დასრულდა. თუ თქვენც ქათამაძესავით გულიანად გაგეცინათ რამეზე, ან თუ მოგეწონათ ის, რასაც ვაკეთებ, ძალიან შემიწყობთ ხელს თუ არხს გამოიწერთ და ვიდეოს მოიწონებთ. მე კი გემშვიდობებით მე-6 სერიის ანალიზამდე.